ბატონო ოლეგ, გთხოვთ მხარეთა შეთანხმებით შეწყვიტოთ მხარეთა შორის 2012 წლის 14 ივლისს ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნომერი 38 და დაიბრუნოთ ამ ხელშეკრულებით ჩვენ საკუთრებაში გადმოცემული უძრავი ქონება. ეს იმ განცხადების ბოლო აბზაცია, რომელიც გამგეობის წარმომადგენლებმა დღეს მიიღეს. მას ხელს შეპესე Crossways-ის დირექტორი იოსებ უბირია აწერს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დღეს ყოფილი ადმინისტრაციული შენობა კვლავ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კუთვნილებაში შევიდა. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მუნიციპალიტეტმა ერთი წლის წინ სიმბოლურ თანხად ერთლარად გასხვისებული შენობა უკან დაიბრუნა. ის ძირითადი საკითხი, რასაც ქვია, რომ შენობის დაბრუნება, ეს აბსოლუტურად გადაწყვეტილია, რაც აისახა იმაში, რომ როგორც დაგვირდნენ, დღეს გამოგვიგზავნეს ელექტრონული პოსტით წერილი. სადაც უკვე აბსოლუტურად გასაგებ ენაზე გვიწერენ, რომ ჩვენ აღარავითარი პრეტენზია არ გვაქვს ამ შენობასთან დაკავშირებით და თანახმოვართ, რომ შენობა მოგეცეთ თქვენ. შეპესე Crossways-მა ყოფილი ადმინისტრაციული შენობა 2012 წლის 14 ივლისს შეიძინა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ორგანიზაციას იგი პირდაპირ მიყიდვის ფორმით ერთლარად გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით Crossways გასული წლის დეკემბრის თვემდე ადგილობრივ ბიუჯეტში 200.000, ხოლო მიმდინარე წლის ივლისამდე 300.000 ლარი უნდა ჩაერიცხა. აღნიშნულ შენობაში ორგანიზაცია კაზინოსა და სასტუმროს განთავსებას აპირებდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შეპესე Crossways-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ შენობის უკან დაბრუნება მოითხოვა. როდესაც გავეცანით იმას, რომ საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე ეწყობოდა სასტუმრო და სხვა გასართობის საშუალებები, რომლითაც ფაქტობრივად ახალციხის მოსახლეობა ძალიან ნაკლებად ისარგებლებდა და შესაძლებლობაც მოგვეცა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ჩარევა მოგვეხდინა, გადავწყვეტეთ, რომ შენობა შეგვენარჩუნებინა და პირველ რიგში წარგვემართა ახალციხის ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდობის საჭიროებისათვის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველი პირების გადაწყვეტილებით ყოფილი ადმინისტრაციული შენობა კულტურული დაწესებულება გახდება. მათი თქმით, თოჯინების თეატრი, ჭადრაკი, სამუსიკო და სამხატვრო სკოლა, კულტურის სახლში შემავალი სხვადასხვა წრეები აქ ერთმანეთის გვერდით განთავსდება და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სასურველი განათლება მიიღონ. აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელები საკითხთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ. ამბობენ, რომ შენობები, სადაც ამჟამად იმყოფებიან, ყველა ძველია და რესტავრაციას საჭიროებს. ამიტომ საკრებულოს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია. კი გვაქვს არაჩვეულებრივად ლამაზი დარბაზები და ძალიან კარგი დარბაზები, ისეთი რომელიც საქართველოში არც ერთ სამუსიკო სკოლას არ აქვს, ძალიან გვენანება, მაგრამ რა ვქნათ, შენობა თვითონ ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაქვს. თითქმის მთელი ნახევარი სკოლა დაცლილი გვაქვს და შემჭიდროვებულად მეცადინეობთ, იმიტომ რომ უცბად არ მოხდეს ავარიული სიტუაცია და არ დაზიანდეს ვინმე. ძალიან დიდი სურვილი გვექნება, რომ ამ შენობაში რაღაცა საკმარისი ფართი გამოგვიყონ, იყოს ცალკე საკლასო ოთახები, რაც თავარია საგამოფენო დარბაზი. თვითონ ქალაქს საგამოფენო დარბაზი არ აქვს და თუ კი რამეს ვაკეთებთ, ყოველთვის მოდიან და ჩვენ ვუკეთებთ აი ჩვენ პატარა საგამოფენო დარბაზს, სადაც ჩვენ თვითონ იქვე მეცადინეობთ. აღნიშნული შენობის დასაბრუნებლად ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა ნოემბრის თვიდან მუშაობს. მათი განმარტებით შეპესე Crossways-მა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ბიუჯეტში 9 მილიონი უნდა შეეტანა, ვერ შეასრულა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის მხრიდან გადახდილი არ იყო საპრივატიზაციო სიმბოლური თანხა 1 ლარი. კოსტავას ქუჩის 18-ში მდებარე 4623 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული შენობა ამიერიდან კულტურული დაწესებულება იქნება.